მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. როგორ ხართ? კარგად იმედია. რა ხდებოდა თქვენ კვირაში? ჯერ არის. მართლა? მე რო იგროვი აკავი რომ ჯერ მარტო სამშაბათია და ტიშტო და რაღაც. სხვათა შორის დღეს რაღაც კაი დღეა. What do you think? I don't know. მე არ I feel better than usual. თონგორ იმ რატო? რატო? იმიტომ რომ ახალი ეპიზოდი დაიწყება. რის? ხალხო. ჩემი თურქული სერიალი 42 ეპიზოდზე ვარ, ანუ 84 საათზე. გამომყევით და კიდე მეტი, ანუ 2 საათი და რაღაცა ხოლმე და როგორც იქნა, sex scene, კონდა, ხალხო, ანუ ჩემზე ბედნიერი, ჩვეულებრივად არავინ არ იყო. The war is finally over. ზუსტად, აი, შვიდად მეძინა როგორც იქნა მე და მთელ თურქეთს გუშინ. მთელი თურქეთი და ისე ძალიან რეიტინგულ შოუ არის? ძალიან, number 1 baby, which bothers me in a way, იმ პონჩი რომ ყველა რო უყურებს არ მომწონს, მაგრამ მე ვიცი, ახლახანს დავამუღამე რომ თურმე Netflix-ი ძალიან მოხდილი არის თურქეთში. ყოველ ჯერზე რომ თურქეთზე რაღაცას ვამბობთ, ცოტა საღადაობაა, მაგრამ We love Turkey. Netflix-ი, HBO-ს აქვს, ყველაფერი აქვს, თვაფ CNN-ი ხო აქვს, სამღიზიანდები. Get your shit together, people. რაღაცნაირად უნდა ამოვიქოქოთ და ამოვიქაჩოთ, I don't care. თერაშაბადი ამ კვირაში. Okay, ამ კვირაში მეგობრებო, რაღაცით დავკავდი ძლივს. Okay, what was that? პასუხი არ არის არაფერს. როგორც მოგეხსენება ანა წიგნაძე, მე ვარ ანუ წარჩინებული მხატვარი. You wish? და ხელოვნებას დაუბრუნდი მეგობრებო. ნახე რაღაც წითელი ცხენი. წითელი ცხენი არა, თეთრი ცხენი. წითელ ფონზე. Wow, you guys. ანუ ეს დაასრულა, მე მეგონა რომ ჩანახატი იყო, ხო? ხო. Okay, got it. მაგრამ რას ვფიქრობდი იცი, რომ ეს წითელი ხო არის, იმიტომ რომ წითელი ჩემი საყვარელი ფერი არის. Wow. სულ ლურჯი იყო. ანუ წითელი არის ჩემი საყვარელი ფერი და ნუ მყარა. შენ არ ბურგუნდი. Exactly. ჩემი სისხლის ფერი. Which is kind of like that. ხო და ჯერჯერობით დამთავრებული არის მეგობრებო და ვისაც გონია რომ აბსტრაქციის ხატვა მარტივი არა, ხო იცი ეს რომ აბსტრაქცია არა ეს არის. მაგრამ ანუ რას გულისხმობ იცი რომ ანუ აი art basel-ზე რომ მიდიხარ და რომ ხედავ, აი ხო იცი დიდი ნახატები რო არის, უბრალოდ ერთი ფერი. იცი როგორ რთული არის ერთი ფერი სწორად დასვა, ისე რომ ლამაზად ჩანდა ეს. It's really hard. Trust me. Okay, it takes 2 hours. 2 საათი, 2 თუ 3 საათი ვმუშაობდი, ნახე როგორ ეთყობა ყველა. It takes 2 hours. That's pretty bad, I'm not going to lie. That's bad. ერთი ფერი არ გაქვს დასმული. არ არის მზად კოჭა. Okay. Sorry. It's not fun. ხელი არ მომკიდა, ნუ მკიდა ხოლ. გეღადავე პაწკო, შენ ძალიან იჭერი. Wow. მოკლედ ძალიან სასიამოვნო არის. ანუ მე იცი რა მომწონს, ის კი არა რომ შენ რაღაც სამხატვრო სფეროში შენ თავს დაიფუძნებ. It's not going to happen, you know that, right? უბრალოდ შენი ჰობი რო იპოვე და რაღაც passion გაქვს ხორებაში, რაც არ გქონდა. 3 წელი დავხატე. ანუ როგორც მე სიმღერა რომ მაქვს რა და მომყვებას. მოყვება? აუ, მე ვფიქრობდი რომ უნდა ვიარო უეჭველი ვოკალის გაკვეთილებზე. კი, მახსოვს მეუბნებოდა. შენ გთხოვ ხატვაზე, უბრალოდ ხატვაზე არ არის ეგეთი თესლა ჩაობა, არ ვიცი, I don't know. მე დავდიოდი, ხო იცი ეს. ხო, აი ბავშვობაში რაღაც ნატურმორტებს და რაღაცებს რო გახატინებენ მესმის, მაგრამ ეხლა ვოკალზე იმენა შეგილია რომ გასართობეთი არის და ხატვაზე გასართობეთიულე? რატო არა ძერწვაზე მინდა ძალიან. აი ძერწვაზე მინდა. Let's do that. მოდი 2026-ში. ყოველ თვეში ერთხელ სხვადასხვა ჰობი. Let's fucking do that. ორივე ერთად სიმღერაზეც ერთად წავიდ. აუ ხალხო ძალიან გთხოვთ მირჩიეთ ვოკალის მასწავლებელი. გვირჩიეთ at this point. იმიტომ რომ ერთი ნაცნობი ყავს რომელიც იხდის გაკვეთილში ასლარს. და ნორმალური ერთვარ მე არ ვიცი მაგალითად შეიძლება ეგ არის ნორმალური ფასი. ხო და მე რო დავდიოდი მუსიკალურ სკოლაში ვიხდი თვეში 35 ლარს და კვირაში 3 ჯერ დავდიოდი. ხვდები და ან იქიდან იმხელა ნახტომი არის რომ ცოტა მიერორებს ტვინი. მე მინდა რომ მე მგვასწავლოს სიმღერა. Oh, let's fucking do that. Let's ask her მე თუ უყურებ ამ ვიდეოს გვასწავლე how to fucking sing. მე ვიცი, მაგრამ დამხვეწა. Perfect me. უბრალოდ მე მგონია რომ რაც არ უნდა ჰობიც მოვაკიდოთ, ჩვენ ორი თოვკეთებთ ამას ერთად. ისეთი დიდი ეს არის საქვია competition between us. ანუ მგონია რომ ყველაფერს ანუ შენ you make it. მე? ხო. გახსოვს იმას რა ვაკეთებთ კოკედამას თუ რაღაცას? კი. It was fun. ანუ მე ვერთავი და დავითი არის ყველაფერში ყველას ეჭიბრება. What is wrong with you? მე მგონია ეს არის only child syndrome, იმიტომ რომ ანუ მე შემიძლია ძალიან chill ვიყო და მთლად რო competition იყოს, მაინც chill ვიყო. Makes it fun. მე მგონია რომ ეგრე უფრო ვერთავი მე. No, honey, შენ უბრალოდ ხარ
ეგოცენტრული, ეგოისტი. ნაღდა ალტურისტი არ ვარ. ალა. მაგრამ მანდ მივალთ. ძალიან მეცინება. კიდე რაც გავაკეთე ამ კვირაში, სახლიდან გავედი. Wow. Another wow. Another win for me. ხალხო, მოკლედ, ნახავდით ალბათ, რომ ბრუნდება military jacket-ის ტრენდი. ნაპოლეონის. ეგ ნაპოლეონის ჯაკეტი მინდა ალბათ უკვე 2 წელია. არ ვიპოვე. ვიპოვე? კი, ვიპოვე. იყიდე? არა, თხა მოყვები რატო? არის რაღაც vintage shop, სადაც არის 15 არჩევანი ამ ნაპოლეონის ჟაკეტების. საკმაოდ ძვირი for a vintage shop, რაღაც 200 ლარი ყიდავ თუ რაღაც. მეც 150-ად. მივედი მაღაზიაში, მეგობრებო. And ისეთი პატარები იყო ყველა. ანუ შეხელზე ძალიან ხარ. ხელზე არ მეტეოდა. ალბათ ის იყო 2XS-ი. 3 ვიტყოდი მე, იმიტომ რომ მე 2 ხანდახან გააჩნია ბრენდს. 2 ხანდახან 2XS, 2 ხანდახან XS. და ხალხო ისეთი ცუდი შეგრძნება იყო პირველად ჩემთხოვებაში. 15-ვე არ მოკერგა? არა, ზოგიერთი ახლა დიზაინერმა მეწონა, მაგრამ ანუ ისეთი პატარა, ერთი ჩამეტია. ანუ ზოგი შენ დაარეჯექტე, მე ვარ ესეთი მხრები, მაგ ძალიან დიდი მიხვდი რას ვამბობ. იმენ არ. და მაგით არ მეტეოდა არაფერი. და ამიტომ თუ ვინმე მიცით სად შემიძლია ვიყიდო military jacket. მეც მინდა, ძალიან. იქნება სელინის vibes-ზე, ან სელინი და იქნება 50 ლარად. გთხოვთ მითხარით. 100-საც გადაიხდის. აი ჩემ მეგობარი არის, აი მაგაზე ნიჭიერი, მართლა არ ვიცი, სესელიზე ვამბობ, რომ ანუ შეუძლია იპოვოს ისეთი აიტემი, ანუ დიზაინერ, ისეთ ფასს გეტყვის, რომ მეთქი ახლა ანუ აი 15 საიტზე. მაგრამ მაგას ჭირდება ძალიან დიდი დროის დათმობა, dedication და ძებნა. უნდა გინდოდეს. ხო, არა, ანუ მე დროის დათმობა რა, იმიტომ კი არა რომ უსაქმორია ვინმე, უბრალოდ უნდა რომ იპოვოს და მე აი ჩაულებრივად 2 წუთში რა შევდი ვარ მეორადებში, მინდა რომ გამოვიდე, მართლა არ შემილია. იმიტომ რომ ძალიან წვალება უნდა, რაღაც ჩიჩქნა. არა, მე მიყვარს ეგ. რაღაც კაი თვალით შეხედვა და მე ეგეთი გემოვნებიანი არ ვარ რა, აი რაღაცაში რა პოტენციალი დავინახო. მე იმენა უნდა ჩამომიკიდო, რაღაც შარვალ შეუხამო და მივხვდები წავა თუ არ წავა და ისე რომ დავინახო და wow, no. I'm not that good. მე ძალიან მიყვარს thrift shopping-ი, ჩემთვის არის მართლა თერაპია. ოღონდ უნდა ვიყო მარტო, სხვებთან ერთად არ მიყვარს thrift shopping-ზე, იმიტომ რომ თუ სხვებთან ერთად მივიდე, ვერთობი ბლაბუცობ, დიდად არაფერს არ ვათვალიერებ. უნდა ვიყო მარტო ყურსასმენებით და რამდენი ხანია შენ იაპონელების მეორედებში არ ყოფილიყარ? რაც გულდანში გადავიდნენ, არ ყოფილიყარ. აიმე. უნდა გამოხვიდე გთხოვ. უეჭველი ძალიან მინდა იაპონელებს ზოგიერთობე. I know baby, I know. Yeah. ხო და კიდე რა, მე ასეთი ძალიან ცუდ ხასიათზე რა ვიყავი, გამოვედი ამ მაღაზიიდან weekend-ზე და ვიპოვე, კარჩი გახსოვს თუ არა რესტორანი. მიგნახე შაბათს. არ ვიცი, ალბათ კვირას, ოკეი, აჰა. ოკეი. ხო და ერთი რესტორანი არის, სადაც ჩვენ ვიყავით, ბროდრო ქვია. მან ვიყავით, მაგათ მან გახსნეს bakery, გვერდზე ულამაზესი. Really? ისეთი აი მეგონა კოპენჰაგენში ვიყავი თუ რაღაც. მქონ ვიღაცა მეუბნება და დანიელის არისო თუ რაღაც. Not sure about that. სახელი კი არის მგონი, Danish. ძალიან კარგი იყო, აი ესთეტიური, მე როგორც მომწონს ყველაფერი. მე როგორც მომწონს, რაღაც დხო გადახაზულია თუ. აო. դ გადახაზება. ძალმეზია მომწონს. და ეს არის ჩამორჩავა რომ მიხვიდეთ დატესტოთ მეგობრებო. Okay. Thank you for the recommendation. კიდე ერთი ამბავი მაქვს. ანუ ახლახანს ვიყავით ჩემ ნიკორაში, მეგობრებო, ჩემი უბნის ნიკორაში და თქვენ ალბათ ნახავდით, რომ დაყენებული არის უმეტესად ნიკორაში რაღაც coffee machines, მწვანე დიდი. დღეს შევედი და რას ვხედავ? matcha latte არის, ანუ ერთ-ერთი ვარიანტი, რო შეგვიძლია. Strawberry matcha latte. არა, strawberry matcha. მაგრამ მე იმაზე გამოვშტერდი, რომ რა დონემდე პოპულარული გახდა matcha საზოგადოებაში, უკვე აი coffee machine-ში არ გამისნოს. Coffee machine-ში იყიდება. სხვადასხვა არის matcha-ს დალევა ეგრეშად არ შეიძლება, ამიტომ თუ ხართ matcha girl-ის, გთხოვთ რომ ცოტა შეუნელოთ, იმიტომ რომ ძალიან აქვეითებს რკინის შეწოვას ორგანიზმში. Yep. Really? ესა და როგორც ნებისმიერი ყავაც, კაფეინი, მაღალი კაფეინი შემოწმება. კაფეინი ქვია მგონი? Caffeine, yeah. Caffeine. Okay. არის შეიძლება კაფეინი, I don't know. არა, კაფეინი. That is crazy. That is crazy. მაგრამ თავი highlight-ი კვირა დღეს რაც იყო და რაც გამოტოვა, იმიტომ რომ თურმე ცუდ ხასიათზე იყავი და matcha-ს დაეწევდი, იყო ამ კვირას ბავშვების ევროვიზია ხალხა. მიხადოთ იმის არის წინასწარ ვთქვი რომ ბავშვების ჭყიპინს არ უნდა უსმინოთ, ხო? მივხვდი რომ ჩემთვის არც გავიგე ეგ რა თქვი, მე მოვისმინე, ხო?
ჩემში კიდე არის ის ანა, აი ბავშვობაში ყოველი, აი ვიცოდი, ჯერ ზუსტად არ ვიცოდი ხოლმე, იმიტომ რომ ინტერნეტში არ იდებოდა ესე წინასწარ როგორც ახლა რა, როდის იქნებოდა, მაგრამ აი ყოველთვის ემთხოვდა რომ გადავთავდი პირველ არხზე, საღამოს 6-იან 8-ზე გადიოდა ხოლმე და რომ დამხდებოდა ეს, ანუ მართლა უბედნიერესი ვიყავი და ჯერ ყოველთვის ყველა ვიცოდი საქართველოს წარმომადგენელი ვინც იყო, აი ეხლა შემიძლია სახელები და გვარები ჩამოკითხავა. ქრონოლოგიურად. სვეჩი. და ეხლაც ვუყურე ძალიან დიდი ამბით. ვუყურე ოღონდ ცოტა გვიანი, იმიტომ რომ შაბათი იყო კვირას კი არა. მე და შენ გასულები ვიყავით მაშინ იყო. Okay. ხა. It was so good you guys. შენ უნდა გაგვემარჯვა მესამე ადგილზე გავედით. ნახე. და რატო პირველზე გავიდა საფრანგეთი, მეორეზე უკრაინა, მესამეზე ჩვენ და მეოთხეზე სომხეთი. და ეხლა რა მოხდა? სომხეთმა და უკრაინამ ჩვენ მოგცეს 2-2 ქულა. Can you believe that? ამიტომ ძალიან გაბრაზებული ვარ. სომხეთზე 1-2 კვირა არავინ არაფერი მიხსენოთ რა. 2? ჩვენ სომხეთს მივეცით 12, იმათმა ჩვენ მოგცეს 2. I think. სადღაც ეგრე. 12 მივეცით ჩვენ მივეცით თან ძალიან კარგები ვიყავით ხვდები ანუ 2 ქულას აძლევენ ჯერ მე მოვისმინე მაგოგოს ისეთი ხმა გამორთდა ძალიან კარგად და 2 ქულასთან მასპინძელი ქვეყანა ვიყავით და მასპინძელს ყოველთვის უგდებენ ხოლმე რაღაცას ფლად რო ბანძი იყოს რა და ჩვენ გაგვიბედეს და მოგცეს 2 ანუ რამდენი პოლიტიკა არის რომ აი მასპინძელ ქვეყანას უეჭვენ სომხებმა სად გათვალეს და უკრაინელებმაც იმიტომ რომ 176 ქულა ქონდა უკრაინას 175 ჩვენ 174 სომხეთს ანუ თითო ქულით დალაგდა მეორე მესამე მეოთხე ადგილი ხო და კაროჩე I'm mad you guys მეორე და მესამე ებილი მილერმა თქვა ერთხელ ესეთი ფრაზა ანა რა second place is the first loser ანუ მესამე ადგილზე იყო ჯობია? არა, მნიშვნელობა არ აქვს მეორე მესამე მეოთხე უკვე ერთი და იგივე არა. თავი ყოველთვის ეგრე არის. აი მეორე ადგილი თითქოს ხო ძალიან კაია, მაგრამ ეხლაც რა იყვნენ ჩამოსულები, ხო გამოვიდნენ ჩვენი ძველი გამარჯვებულები და მარტო პირველ ადგილს ნამ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილს ნამის ბევრი ყავდა რა. ხო. მე მინდა დაასახელა შენი ტოპ ევროვიზიის სიმღერა საქართველოდან. საბავშვოდან? ან ტოპ 3. Okay. You took it too far. Proud გიჟდებოდია და უყურებ ყველასა და. ანუ კენდიმ რო გაიმარჯვა 2010 წელს, სკოლაში ყოველ დღე ვცეკვავდით რა. ანუ ჩვეულებრივ ხუთნი ვდგებოდით. სად იყო TikTok-ი მაშინ? და მე ვინ ვიყავი, აბა გამოიცანი. ის ქერა გოგონა? No. ის ასა ვოუ. ანა ხანჩალიანი ვიყავი ყოველ ეგ ხო ნიჭიერ. რა გონორზე ვიყავი ასე. ხა, რა აი ბოლოს სოლოთი ვამთავრებდი. It was iconic. კაროჩე ეგ ვიყავს, მე იყვნენ ცივილი მონათის. და ყველაზე კარგი სიმღერა არის მთელმსოფლიოში. აი ძალიან მომწონდა. რატო არ არის სიმღერა Spotify-ზე, ვინმე მითხართ? არ არის ნახე? არ ვიცი, არ მიხოს რა მქონია იყავს. ეგ რო ყოფილიყო Spotify rap-ში იქნებოდა. უკარგესი იყო და ჯერ ლუკა ყარმაზანაშვილი ერქვა მაგ ბიჭს იმენა მახსოვს ისეთი cool ტიპი იყო და რაღაცა იხო ხვდები მაგას აქში რომ აი ეგეთი ტიპები ძალიან cool ითვლებოდნენ მეთქი wow boy და მესამეს მივცემდი ლიზი პოპი არა ლიზი პოპი იყო ფენომენალური იმ ხრივ რომ ანუ ყველა მაიტაცა მთელმა საქართველოს და ყველა ბავშვმა იცის ეგ სიმღერა ჩემ პრობლემა არის იცი მე მევასება როგორც სიმღერები იცი ცოტათი აი pop-ish და ლიზი პოპის სიმღერა იყო ძალიან ბალადური თუ რაღაცა გეტყვი საქართველოში ბოლო პერიოდში სულ ეგეთი სიმღერები გვაქვს რა ანუ აი და იმარჯვებს მაგრამ ლიზისი არ იყო ვოკალური რა უფრო ბალადური იყო მაგრამ აი ვოკალის ძალიან დიდი ის არ იყო ჩართული ელემენტები ეგ ხო ცოტა გჭირდება რაღაც ესე რა ქვია ნიჭი და შესაძლებლობა აი ვოკალ მე სიცხები ყველაფერი რატო იცი რა მეც ბავშვი ვიყავდი და მეც ვუყურებდი ევროვიზიას the fuck happy day აი მარიამ მამედაშვილმა რომ მოიგო თეთრი კაბეროეც გახსოვს აი მან უკვე შეავა მაქედან გამოედი შენ მე მგონი მაგის მერე გამოვედი შენ სადღაც 18 წლამდე ძალიან თესლაჩად მივდიოდი სულ ვუყურებდი მაგრამ აი მინდოდა თქო არ ვიცი ცივილი მონათმა არ მოიგო ხო მეორე ადგილზე გავიდა damn that's what I'm talking about იმსახურებდნენ რომ ეხლა ყოფილიყო კაროჩე ბზიკები ყველაზე iconic გამარჯვება და ძალიან
აი განსხვავებული იყო მთელი ეგ პერფორმანსი არა ჯერ ერთი Charlie XX could never სად იყო ცოჩი ანუ არასდროს არავის მოუფიქრებია ეგეთი მაგარი რაღაც გიგა კოხიანიძე არის გენიოსი ეგ არის ტიპი ვინც წერს ყველა სიმღერებს ძირითადად ბავშვების ევროვიზიისთვის რა ბზიკების სტუდიოვის იყო და damn ხო იმაში ბზიკებმა რომ გაიმარჯვას მე დააფუძნა ეს სტუდია და ყოლაი ძალიან კაი ბავშვი ვინც ხარ და მან დადიოდა ხოლმე და მე რომ გოზინაყი ფარტი ჩაწერა სიმღერა I love that song you guys და დღესაც უსმენთ გოზინაყი ფარტი ლექსუს მანქანაში ვიჭაქეთ ეს უცებ სადღაც მივდიოდით, მგონი რუსთავში მივდიოდით, სადღაც for fun და მაქსიმალ ერთად მე არ ვიცოდი. I'll be honest. ლექსონ მამას მიდან გოზინაყი ფარტისა. It is so good you guys. აი ხლა Spotify-ზეც არის, შეგიძლიათ უსმენთ. არის? I'm telling you. Iconic იყო და მე სხვათა შორის ძალიან მომწონდა, აი სახელი არ მახსოვს და არც სიმღერის სახელი არ მახსოვს. Lady Gaga-ს მარიამ კახელიშვილი. It was so Zang, ხალხო. მუსიკაც რო გახსოვს იმენა მაშინ. ანუ მე მაგას ვამბობ რა, ანუ უმეტესობა ჩვენი სიმღერები they were ahead of its time. ახლა აი ყველაფერი იქნებოდა hyper pop. ჩაითვლებოდა როგორც I agree baby. PC music, აჰა. მაგრამ ყველაფერი რო გახსოვს არანორმალური ხარ. და რასაკურველია პირველად რო გავედით? მარიამ პირველად რო გავედით მარიამ გოგო იყო თუ ბზიკები? არა ეგ იყო ბზიკებმა უბრალოდ მოიგეს. მაგოგო არ მოიგო ხო? მეხუთე ადგილი მე მგონი. მაგრამ მაინც iconic არის ეგ სიმღერა. So iconic. Yeah. ყველაფერი iconic არის რაც კი საბავშვო ევროვიზიაზე გაგაკეთებია period love that. და ბზიკების ახანდაც წარმოადგენთ რა ვთქვათ ორი ოდე სიტყვა ხალხო I'm obsessed ჯერ ხო YouTube-ზე უყურე 7000 ჯერ რადგან მესამე დღეს აიდო Spotify-ზე ეგ სიმღერა დაიდო Spotify-ზე ისე მომწონს შენთოს პიცა ორჯერ ეს პატარა ბიჭი წინაზე ვინც გაიმარჯვა იმასთან როცა ყავდა King ყველაზე კარგი არის ანუ ისეთი ბავშვი არის აი ჩემი შვილი მინდა იყოს ვარსკვლავი არის იმენა ვარსკვლავი არის ისე კარგად ცეკვავს, აი ყველაფერი მთელი კომბინაცია. უნდა ვაღიაროთ რომ მაგ ბიჭის დამსახურება არის ამ სიმღერას საერთოდ ლაპარაკობთ ახლა. Is it? I don't know. მე მარტო ეგ შემხვდა რომ ანუ ეგ რო ცეკვოდა. მაგ მანში რა. ხო. და მე ანუ ხალხო ანა მოვიდა, სანამ მემზადებოდით და რაღაც ანუ ღერის რაღაც იმყავს. მეთქი მეცნობა, საიდან მოიტანა რასი მეორებს რა we regenerate რა ხდება მეთქი რა რეგენერაცია მედის ამ გოგოს თურმე ძალიან კაი არის და ჩემი საყვარელი მომენტი რა თქმა უნდა ერთი მომენტი მომწონს და ორასჯერ უყურე ანუ ჯერ ძალიან ვიწე იყვნენ სამივე let's be honest იმენა ვაუ და რაღაც მომენტი არის ესე თავს ატრიანე და ეს გოგო ერთ-ერთი ასე თავს ატრიალებს და გვერდით იხედება. აი ისეთი სექსი მომენტი არის პროსტა. ვაუ, ბავშვების ევროვიზიაზე. ძალიან კაი იყო, აი მარტო მაგის გამოგირს, მაგ ვიდეოს ყურება და შენი აზრით გააგრძელებენ? I don't think so. სად უნდა გააგრძელონ ანუ ჩვენთან შოუ ბიზნესი არ არსებობს. მით უმეტეს აი რაღაც ძალიან ვოკალისტი თუ ხარ ან ძალიან ფანახს თუ მღერი შეიძლება რა მეგზანახო ამ ქვეყანაში, მაგრამ რაღაც აი ეგეთი chill pop artist-ი რო ხარ there is no way. ისე ძალიან უცნაური რა, იმიტომ რომ ახალი თაობა. ჩვენ ხო უსმენთ მუსიკას. ერთადერთი ასე თქვა სივრცე სადაც ვუსმენთ ამ მუსიკას ქართველებს მაგ საუბარი არის open air. Is it? რა დადიხარ კონცერტებზე მაგალითად. შენ open air-ზე ჩვენ ძალიან ცუდი წარმომადგენლები ვართ ამაზე რომ ვილაპარაკო. ხო დადის არა. არავინ არ დადის. ვაფშე კონცერტები არის. თუ დადიან ალბათ აი იცი როგორ ბენდებზე მაქვს საუბარი აი მილენიალები რო არიან მაგალითად აი მგზავრები. მგზავრები მილენიალები. მე დავდივარ მგზავრებს წელს არ ყოფილვარ ერთადერთი. აი ლოდა. ან Bedford Falls-ი აი ეგეთი ხოდი რაღაც. მაგათი არც ერთ სიმღერა არ ვიცი, ძალიან unpopular opinion, ხალხო არასდროს მომისმენია და არითა ხალხს ჩაჭერილი აქვს ძალიან ევასებად. ძალიან დიდი fan base აქვს. მე ძალიან მომწონს ეგ, მაგრამ მე რას ვამბობ, იცი, ეგ არის ძალიან კონკრეტული ნიშა რა მუსიკის რა. მე მინდა ცოტა აი ხო ხტები. ხო, აი რაღაც Charlie vibe-ები. და მე მგონია რომ მაგის პოტენციალი გვაქვს. ნიჭიერი ერი ვართ. ანუ ჩვენთან მარკეტი არ არის, ხტები, ისეთი მწირი არის ჩვენი მარკეტი, რომ აი ყველაფერი რთულია საერთოდ შემოქმედებითად, იმიტომ რომ აი სადღაც 100 მილიონიან ქვეყანაში რა მუსიკას აკეთებ და ვიღაცა მაინც მოგისმენს და აქ მთლად რო რაღაც საოცრებას ქმნი და მაინც მაქსიმუმ გისმენს მილიონი ნახევარი ადამიანი. 1000 კაცი. Okay. არა ხო მაგას ამბობ, იმიტომ რომ ის რასაც ჩადებ იმპულს ხონდა ამოიღო.
და ამოიღო სტრიმებით და იმით და იმით და. აი ფიქრობ ხოლმე რომ რაჯობია რომ ძალიან აი ინდოეთში და აი ინდოეთის ძალიან რადიკალური თქვი. Let's choose Canada. Okay. ან რამე. აი სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ კონკურენციაც მეტია. თუნდაც სამუშაო ადგილების ხრივ თუ პატარა ქვეყანაში, სადაც კონკურენცია ნაკლებია და მაგრამ კორუფცია მაღალია. და სამუშაო ადგილებიც დაბალი. ანუ ჩემი აზრით ის უჯობია დიდ ქვეყანაში იყო რა, იმიტომ რომ კონკურენციასთან ერთად მარკეტი არის უფრო ფართო, მოთხოვნა არის უფრო მეტი. ხო, იცი რა თემა არის, რომ თუ მოინდომებ, რაღაცას მაინც მიახსოვ და პატარა ქვეყანაშიც ახლა შეიძლება ეგ მონდომება არ დაგიფას და საგრეთან. ხო. მაგრამ მე ყველას ურჩევ რომ მოინდომეთ. Highly recommend you guys. არა ხალხო, ვინ გაუჩალიჩა Candice? Candice კოსტუმი ნახე რა იცვათ? Okay. What is happening you guys? ანუ ჩემი ტოპ ჯგუფია თქო ხო გითხარ ერთ ევროვიზიიდან, მაგრამ რატო რა გინდა თემატიკას? გავდნენ ჩუპა-ჩუპსებს, ნუ ოკეი, 30 ერთ-ერთი არის 30-ის მე მგონი ასაკით რა, ანუ they are old. 30-ის რა უნდა ჩაესო ჩენი აზრით? I don't know, რამე შეგიძლია რომ უფრო Tesla-ჩო დაემსგავსო Candice და არა იმენა რომ ჩუპა-ჩუპსი იყო წარმოქმნილი. შენ გინდა და რაღაცა იმენა high level styling რომ I know, იმიტომ რომ ბზიკები იყვნენ ძალიან კარგად. ნუ ეგეც ხო. ხო და ვინ გაუჩალიჩა და აქ არ აკმარეს, ფეხსაცმელები ეცვა ჩავი, ლაკის და ზედ იყო დარჭოპილი ისო კამფეტი. ერთი წამი ჯგუფს ქვია Candy. I know, but they took it too far. მაგდენი რაღაც არ ქონდა 10 წლისაპირ იყვნენ 2010 წელს ხოლმე. აი მაშინ ძალიან კარგი გასიმავე. So funny. ხალხო ვინ გაუჩა ან რატო არავინ არ გამოთქვა პროტესტი? That is my question. მაგრამ მე რა მაინტერესებს ეს ახალი სონგები ხო ჩაწერა ყველამ. რატო? იმიტომ რომ მასპინძელი ქვეყანა ვიყავით და რაღაც თუნდაც შეგვავსა. არა, ეგ გასაგებია, მაგრამ ხალხს არ ურჩევნია, აუდიტორიას არ ურჩევნია რომ მოისმენოს ეს. ძველი სიმღერები? ბაზარი არ არის, მაგრამ ბზბზს ალბათ ვაღარ იმღერებდნენ. That's too hard. არა, მაგათი სონგი კიდე კარგია. სცენა ნახე რა კაი იყო, ფენომენალური სცენა ხო ქონდა. შორის მართლა მე არ ველოდებოდი. ეგეთი კაი სცენა არ მახსოვს ბავშვების ევროვიზიაზე. და მე დავსვი კითხვა რომ მეთქი ბიუჯეტს ვინ გამოყოფს ამ ყველაფრისთვის ქვეყანა თუ თვითონ ევროვიზია და თურმე ევროვიზია რაღაც კონკრეტულ ბიუჯეტს გამოყოფს, მაგრამ ძირითადად არის ქვეყანაც. ანუ ჩემი 22% ყოველ თვეში სიმწრით გადახდილი. ბაგულავა ვიღაც სან-მარინოელი ბავშვი, ხვდები? სან-მარინოს რა სერჩი ყველაზე პაწუკარი ქვეყანა არის მან. ყველაზე რენდომ ქვეყანა ეგ არის პროსტა. აი ფრანგი მაგულავებს მე, არა. ფრანგი მაგულავებს? ბაზა შვეიცარიელმა აგულავა ჩვენ ბავშვშარშან? ზუსტად. I don't know. თან უჭოლი ძალიან გავიჭი მამოდით ხავ ვიცი და ნუ რასაკურველია. As we should. As we should. წამყვანებზე რა სიტყვი? თუ შენ ვაფშე არ გიდი. არ მიყურებია. Okay, წამყვანი ჩემი აზრით ირუხეჩანოვი რო ყოფილი. ირუხეჩანოვი ხო ის Candice-ში ქერება. აი ძალიან ეგეთ personality აქვს, bubbly, fun to watch, ძალიან კაი წამყვანი იქნებოდა ჩემი აზრით. They did her dirty. ვაი მე ახლა წარმოვიდგინე რომ ვარ წამყვანი ევროვიზიის. ხალხო. გაგაკანკალა. ვაი ზართული არის. ძალიან. პროცესიც ერთი წამი. ეს კი არის რომ pre-taped არამე, არა, live არის. ანუ ტექსტი წინასწარ იცი, მაგრამ მე რაღაც მომენტში ტვინი მიერორებს ხოლმე რომ ნერვულობ და მეშლება გონებაში ყველაფერი და რა უნდა ვთქვა. აი, მითეთრდება მთელი ტვინი. ხო, აბარო. და თურმე მაგ ყველაფერს ქონია solution. Beta blockers გაგიგია? Beta blockers წინაზე არ გელაპარაკე. I swear to God. აი, არ ვიცი. კი, იმენა გელაპარაკე და prescription უნდა შენ მეუნებოდი და მეთქი Amazon-ზე წდევს თქო. Are you fucking kidding me? გაგიგია? უთიში მამ, beta blockers, of course. ჩემი საყვარელი ორი გოგჩა პოდკასტერი სუმაგასომე ხოლმე, როცა ახლა გამოსადა მე საიდან გავიგე beta blockers. ალბათ ძალიან გავატარე რაც მითხარი, იმიტომ რა არ დამეხსარა. როგორც ყოველთვის ყველაფერი. Rachel Zena ეგეც ხებულობს beta blockers. და ნი. აღარ როგორ სახე ქონდა, იცი აი. გასული იყო? ხო, რაღაც აი. არა, ესენი ამბობენ რომ უკუჩვენება არ აქვს, ანუ რაღაც present ხარ. და უბრალოდ ნერვულობას გიშლის. ძალიან მაინტერესებს ხალხო რომ მიმიწოვენ სადმე წამყვანი და აუცილებლად დავლო. წამყვანი. და უცებ აი ასეთი სახით რომ მიყავს. Melania Trump-ი რო ვიჩთები, I would love that for me. Melania Trump-ი უკვე მან უკვე ცოტა სხვა level არის. ეგ მან უკვე Xanax არის. უნდა გამოვიწეროთ და დავტესტოთ. For what? ერთი ეპიზოდი ჩავუტართ beta blocker-ით.
და ანუ ეგ მაშინ არის როცა ნერვული ფონი გაზრდილი და შენ ყოველ გგონია რომ არ გეტყობა რო ნერვილა ისე რაზენა აი ადრე ჩემ თავს ვაგდებდი ძალიან გამოწვევებში სულ რა აი დაუშვათ პრეზენტაცია რომ მქონდა რაღაც ბევრი რაღაც ისეთი მქონდა ყოველდღიურობაში რომ მიწევდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ეხლა საერთოდ აღარ მიწევს და ეს მგონი არის ჩემი დაჩხუნგების გზა what should I do about that აი წარმოიდგინე რაღაც კონცერტები რაღაც წრეზე რო დადიოდი ცეკვიდან თუნდაც სიმღერიდან რაღაცნაირად გიწევდა to put yourself out there რაც შენ ყოველდღიურობაში არ ხდება რეალურად და ეხლა რა არის ანუ სამსახური okay ალბათ პოდკასტიც ანუ ეს კომფორტის სივრცე არის ეს არის ყველაზე კომფორტის სივრცე ხარ ხარ ჩვენთვის კომფორტის სივრცე yes you are მაგრამ მაგაში 100% განთქმები იმიტომ რომ ერთი პერიოდი თავიდან მე-9 კლასიდან თუ მე-8 კლასიდან არ მსიამოვნებდა პრეზენტაციების კეთება, მე იმდენჯერ გავაკეთე პრეზენტაცია, რომ by the time I was in university უკვე იმენა მსიამოვნებდა პრეზენტაციის გაკეთება. თან შეხარ იმენა ეგ ტიპჩო, აი პრეზენტაციებში რო კარგები არიან. აი პრეზენტაბელური და ბევრი რო არაფერი არის, მაგრამ კარგად. მაგრამ სხვადასხვა მინდა ვთქვა, რომ მე რაღაც მომენტში ყოფილა ესეთი სიტუაციები რომ პრეზენტაციიდან გამეკეთებინა უფრო high level-ზე, როცა ბევრი ადამიანი გიყურებს და დიდი აუდიტორია არის და აი სანამ გახვალ და პრეზენტაციას დაიწყებ, რომ გაგცოტა ეს ხო იცი ადრენალინის შემოტევა. მე ხელები მიბუშდება. არა, ეგეთ რამე არ მართლა უბრალოდ აი მთლიანი ტანი რაღაც გიგანკალდება ცოტა რა. მე მსიამოვნებს აქ შეგრძნება. მაზოხისტი ხარ? არა, აი მართლა მსიამოვნებს და ვიღაცამ მითხრა, აი ახლა ვერ გავიხსენებ ვერანაირად, რომ ვიღაც ჰარვარდის პროფესორმა მასწავლაო, რომ სანამ გავალო დიდ სპიჩს რო გავაკეთებო, შევდივარ რომ საბერფაიშაშიო. სარკეშო ოპერიკები ჩემთვის. სარკეში ვიხდები და ვაკეთებ ასეო. power რაღაც power pose. ხა რაღაც მეც გამიგე ეგ ვიღაც არა ალბათ TikTok-ზე მოისმინე. არა, მაშინ TikTok-ი არც იყო. და ჰარვარდის პროფესორი არ ჭირდება მაგის შევას. ანუ არ ვიცი, მე ხა ეგრე გავიგე და მაშინ TikTok-ი არ იყო მეგობრებო. ერთხელ ვცადე და bullshit. იმენა bullshit. შენ თავს თუ დააჯერებ რო ეგ რაღაცას გაძლევს, ყველაფერი არის აი ეგ ხოდი რა. Yeah. რასაც დაიჯერებ ისე არის. და აი ტაროსი რო ჭერა ხალხს რა. ანუ მე არ მჭერა და ხალხი არ მართლა ჭერა. ანუ სერიოზულად ჭერათ ეგეთი რაღაცები და მეც მინდა რომ ჭეროდეს. აი მე არა სერიოზულად ვყურებ, ვიღაცა ამას გასაგებია. არა, ძალიან ცუდი რა შენი რჩევანი არის, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ შენ ჭერა ესე იგი. გააჩნია ვინ მიკეთებს. მე ხო ვილაპარაკი უკვე მაგაზე. და მინდა მეტი ლაპარაკი მაგაზე. მაგრამ მე გირჩევთ იმას, რომ თუ არ გჯერა ტაროსზე და თუ გონი, ანუ სათამაშო და საღლობუცო ტაროსზე არ უნდა წახვიდე არასდროს. Okay baby, როგორი სერიოზული რჩევა. მაგრამ კითხავთან ვიყავი წასული ეგრე. აუ კითხავ წავიდათ. აი, აღარ მინდა რომ ვიღაცამ დამფუშოს, თორე ჩემით მეზარება ძებნა როგორც ყველაფერი ამ ცხოვრებაში. მაგიტო არის მეგობრებო რა. რა? არაფერი. Tell me. არაფერი. რა? ვაფშე არაფერი. მეგობრებო, მიდის სახალხო სამზადისი. წინა ეპიზოდში სახალხო სამზადისი ჩავწერე და ამღამე. That was so fucking. მეც გამიკვირდა, მეთქი what is that? ვახსენეთ ვაფშე რამეს ტრადიციებს და რაღაც რო ვილაპარაკეთ. მოკლედ, მეგობრებო, პირველად ექსკლუზივი ჩვენ პოდკასტში გვაქვს PR packages to open თქვენთან ერთად განყუთვა. Disclaimer, ფული არავის გადავხდით, ჯერ მანდ ვერ მივედით, მაგრამ ვიღაცამ რაღაც გამოგვიყვება. მაგრამ ორივე არის მცირე ბიზნესი, ქართული ბიზნესები და ჩვენ გვიხარია რომ ანუ დავეხმარებით ყველა ქართულ მცირე ბიზნესს. პირველი არის პიკოლო. ხო, ნახეთ ერთ წამი დაეჭერა ერთი. Okay. მე მომეცი წითელი უფრო მომწონს. ვაიმე. ანუ რამდენი გამოგვიგზავნეს? წითელი მე მომეცი. Look at that. ეს არის მალინის შოლოს, I don't know, what do we call that? Chiri, I guess. ანუ ჯერ ერთი ჩირეულის PR-ში ვინ არის? იმიტომ რომ ძალიან წამოიწია. ანუ ყველგან ჩირი არის და ყველგან ჩირს ხედავ და აგერ ბიზნესებიც იხოდება. Good job. და ისე საყოველად არის შეფუთული და ძალიან ვიწია.
ძალიან მომწონს. მე მითხრა, რომ Instagram-ზე აქვს გვერდი და Facebook-ზე და შეკვეთა შეიძლება იქ მიწერით. ამიტომ გთხოვთ დაასაპორტეთ ხალხო. თუ ყველა ისედაც ჩირს ყიდულობთ, მაგრამ აქედან ვიყიდოთ. მაგრამ მინდა რომ ერთი გავსინჯოთ. ანუ ყველაფერი ჩირი არ ვიცი, ჯანსაღი არის. მე ეგრე ვუყურებ, რომ ჯანსაღი არის. არა, მგონი it's not that healthy, but better than chocolate. ახლა M&M's-ის ჭამას ნალაჭებია. და ერთი არის შოკოლადა ამოვლებული, I'm so sorry and I want to try that one. მე თქმინდა რომ ხინდა არის ფინიკი, მეგობრებო, არ მოგაწყოთ ფინიკი ცხოვრებაში არ მეჭამ, იმიტომ რომ სულ მაშინებ და ფინიკის. ფინიკი არის ძალიან overhyped. ფინიკისგან სხვათა შორის რა იცოდეთ, ფინიკისგან კეთდება ძალიან კარგი, დამიჭერა. Plant based რძეები. სიტყვას აძლევენ, აი ნუშის რძეს ფინიკით. აი ამ ვიცია, მე მგონი შავი შოკოლადია აღან და you know I love. იცი რა ფრანუის Sachi, დაენს რა ფრანა. მე რა ვიცი ყველგან. ძალიან კაია, მე ძალიან მომწონს. ერთი წამი მე და ანა ლაპარაკობდით, რომ დიდად ჩირს არ ვჭამთ. ხალხო, what the fuck is this? ძალიან გემრიელი არის. ძალიან კაია. რამდენი კალორია აქვს? ძალიან ბევრი უეჭვალე. იმიტომ რომ ისეთ გემრიელია. მართლა ძალიან კაია. Wow. Top. ეს არის top. ესეც გავსინჯე მალინის, იმიტომ რომ ძალიან ვიძია და ესე ძალიან კაია, ეს არის ძალიან ტკბილი, თუ ვინმე ძალიან ტკბილი გიყავთ. არა, ეს იმენე საუკეთესო არის. სხვები არ გამისინჯავს, მაგრამ სხვები ყველას გასინჯული და ეს არის იმენე საოცრება. უკარგესი იყო ეს მიმაქ. დარჩენი შენ ჭამ. ჯეირანზე. No honey. ჯეირანზე ახლა. სამამდე, ერთამდე. ჯეირანი. ერთი წამი ეგრარი. ეს და ეს. Quoi? Shut the fuck up. და არ არსებობს ქაღალდი არის, მაგალითად rock paper scissors. Oh, okay, fuck off. ერთხელ კიდე. დავშავ განამწყვეტია. არა, რატო არის? გადამწყვეტია. გადამწყვეტია. ჯეირანი. არა, კიდეა. სამამდე. კაი, ეს არის გადამწყვეტი. ეს არის გადამწყვეტი ბაზარი არა. ჯეირანი. ჯეირანი. Malina წაიღ, მალინა ხომ აგეწანა. Exactly, all is fair, you guys. Oh god, კაი ჯანამა. სხვათა შორის ჩურჩხელაც არის და მე არ მიყვარს ეგრეთ ჩურჩხელა. ჩურჩხელაც არის და მე ვგიჟდები ჩურჩხელას. Okay, I'll take it. Fuck off. ყველაფერს უთმობ ამბიც, იმიტომ რომ ხარ ასაკით პატარა. იცი რა. ერთმა შეგარგოს მე ვიტყოდი. და მე მგონია რომ აი ისევ და ისევ დაუბრუნდები სეკრეტსენტას, რომ ანუ აი ერთი ასეთი რო იყედო და პროსტა ჩააგდოთ სეკრეტსენტას საჩუქარში თან. ძალიან კარგი ის არის. კომპლიმენტარი, ასე რომ თქვა. ეს შოკოლადიანი ტოპ. და მეორე პატარა მცირე ბიზნესი და უთესლესი წარმოება. Look at that you guys packaging. Look at that you guys. კარიჩე, ეს არის წიგნი. უცნობარი ქვია. და არის მეგობრებო, აი აქ წერია ყველაფერი, არის 12 გორიანი პროგრამა. ხო წაგვეკითხა. რომელიც აგებულია ფსიქოლოგიური ინსტალაციის პრინციპით, მეგობრებო. ჯერთი ვიდზე არის. იმენა ლამაზი ვარდისფერი არის, შავზე. Blackpink. I know. რაღაც self-exploring, ხო რა, ანუ დავალებებებით არის რა, ანუ თერაპევტთან თუ არ გინდათ მისვლა ჯერ. და მე გირჩევდით ამ წიგნით შემოფარგლას, იმიტომ რომ თერაპევტი might not be worth it. მივალთ მანამ და stuff. Yeah, ანუ ეს არის რა, რაღაც ფანქარი უნდა დაიდოთ, ან ავსო რაღაცები, ძალიან სახალისო არის, აი Secret Santa-ზე ესე შეიძლება. თან packaging is so cute, you guys. მოყვება ასევე პატარა notebook-ი და ჩემთვის ანუ როგორც კანცელარიის horse. ეს არის ძალიან დიდი პლუსი. ძალიან კაია. და თავი არის რაღაც მინიმალისტური და არ გაგიზიანებს. ძალიან ვიწეა. და ისე იკოსკოსად რაღაც სადღაც იხარ პარკში დააწერ. ესთეტიკა არის ყველაფერი. მოკლედ მეგობრებო, ვიდრე რამე ამერიკულს, რამე უცხოურს აჩუქებთ მეგობრებს, ჯობია რომ ქართულ ბიზნესებს დაეხმაროთ. ამიტომ ინფორმაცია ამ ბიზნესებზე იქნება ქვემოთ და ასევე მე დავამატებ თუ არის სხვა მცირე ბიზნესები, რომელსაც უნდა ფიარი, გამოგვიგზავნეთ მეგობრებო და ვილაპარაკოთ. რატომაც არა, ანუ მე ვარ ჩვეულებრივი delivery guy, დავით სახლში ცენტრალურ ადგილას ხარ ხთე. ანუ თან ვეუბნები რომ მეთქი დავით საბურთალოზეა მე სტამბაში და სადაც გინდათ მოგვიტანეთ და რა თქმა უნდა ყოველს ურჩენია რომ მოიტანეთ. რუსთაველის მეტროსთან ახლოს არის სტამბა და მაგ პანჩე. სოიჩი და მე მოვდივარ ავტობუსით ამ ხალ პარკებით.
That's so much fun. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ამ ბრენდებსაც რომ გამოგვიგზავნეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი. ანუ თან ორივე ხო სამსახურში მომიტანეს და ჩემი თანამშრომლებს გონი ვარ რომ ვარ აი ნომერ პირველი ინფლუენსერი, იმიტომ რომ იმ დღეს ამოდიوار ეს ორი დიდი წიგნებით რაღაცა, ეხა ჩირები და თან ვაუნები რომ აი მეთქე ეს გამოგვიგზავნეს, მაგრამ არ ჭამოც ქონდა გადავიღოთ ხო რა და მაინც ჭამეს ცოტა, მაგრამ დავურიგოთ მეგობრებს, მეგობრობა არ გინდა. Well, nothing will go to waste. Yes not. არა, მე პროსტა ერთ წამი აი რაღაც საჭმელი არის ჩემ ცხოვრებაში, რასაც აი კონკრეტულად უარი მაქვს ნათქვამი. ერთი არის ქიშმიში. მართლა ვერჭამ ქიშმიშს. მე არ მიყვარს ქიშმიში. მაგრამ ძალიან იშვიათი არის, როდესაც აი რაღაცაზე ვამბობ უარს და არ გამისინჯავს. ეგ მეგოიმება ძალიან, რომ ანუ ხო იცი აი კიტრს არ ვჭამ და რატო არ ჭამ? აი არ მაქვს ნაჭამი და არ მინდა. ეგრე ვიყავ ჩირზე. ყველანაირად. პირველად გავსინჯ, ახლა მართლა პირველად ხო გავსინჯ. ძალიან კაიყო. აი ჯერ ჩირზე ვთქვი თუ ფინიკი. Sorry, ფინიკზე. გარედან რო იყო ეს შოკოლადი მაგარი და შიგნით რო ჩაღეჭა და ბილი, კონსტენცია იყო. მე ველოდებოდი რაღაც სხვა გემო, ვაფშე სხვა გემოს ველოდებოდი. ძალიან კაიყო. ხო, გირჩევთ მეგობრებო. დაუბრუნდეთ მეგობრებო, ჩვენ მეგობარ ქვეყანა ამერიკას. Yikes. Vanity Fair. გამომცემლობა არის, ხო იცი? გამოუშვა, მოკლედ, ესეთი რეპორტაჟი, ასე რომ ვთქვათ, ტრამპის შიდა წრეზე. Trump's inner circle, ქვეპირდაპირ. ვინ არის? მნიშვნელობა რა გვქონდა, JD Vance და ეს გოგო რო არის დამავწდა მისი სპიკერი, ხო? გოგჩა. ახლა გაჩვენებ ფოტოები. რა ფოტოებს? მე ხალხო მე რო თავიდან ნახე ეს ყველაფერი მეგონა რომ გადაობდნენ close up shots. Vanity Fair. ტუჩებს დაგვერდე. ნანემსარი რო ეთქვა. ეს გოგო არის 27 წლის, you know that, right? ხო და ანუ ეს სპეციალურად ფოტოები კი არის, ნახე, აი ფიძზე ნახე როგორ უდევთ. ანუ ეს გადაუღეს, ამათ ფოტოსესია იყო? ხო. ხადავ. ეს AI generated გონია? ანუ მე მეგონა რომ რა ვიცი, ესენი დათანხმდნენ ფოტოსესიაზე. ხო და არ ვიცი ვინ დათანხმდა და როგორ გაიპარა ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ არავის არასდროს არ ვიცი უფლებას რომ აქ გადამიღოს ფოტო. არა, ეს იმენა არის, მასხრა დაგდება ჩემი აზრით. შენი აზრით აი ორმაგის არის? არ ვიცი Vanity Fair ახლა Republican არის თუ Democrat თუ რა არის თუ რა. That is so weird, I don't know. აი ეს არის იმენა თავდასხმა და თავზე გადავლა. დააკვირდა. 28 წლის. მართლა ძალიან ახალგაზრდა ეს გოგო. ის ტრენდი გაიგე Republican makeup. იგივე არის რაც აი ბრიტანელებში ჩავ. მართლა არა არის Republican makeup არა. რაღაც აი ყვითელი სახე რო გაქვს. ტრამპს რო ემსგავსები? ხო, რაღაც აი უდიდესი თეთრი თვალები თუ რაღაც აი ძალიან თეთრი. Concealer. მე არის concealer-ი წავისი გასვლას პარიზში. იმენა რო ანათებდი. და მე ფლეშით ხო ვუღებდი ფოტოს პირიან კამერა და ფოტოები რა ვიღდა გაგონებოდა ანგელოზი ჩამოვიდა პარიზში. ხო, არტის concealer-ი ყოფილა მართლა top, იმიტომ რომ წავისვი და ისე ამამანათა რომ ვეღარ ჩავქრი რაღაცები დავიდე სახეს, მაგრამ არაფერ არ ჩააწმარა. ხო, ის მანქანა რომ მოგანათებს და უცებ რომ მანქანა რო ეჯახება რაღაცას ისე ანათა. აის ხლიტავს ჩემი under eyes. That was iconic. მაგრამ ეგ ისეთი არაბუნებრივი არის, ეგ მუღამი არ გეკარგება? დამეკარგა კი იმ საღამოს, იმიტომ რომ შენ 50-ში რა აღმეღნიშნა, რომ it is too much, მეთქი shut the fuck up. მოკლედ, ეგეთ არ ვინმეს მისცემდი უფლებას რომ ეგრე ახლოს გადაგიღოს. არა და არ მგონია რომ მაგათ მიეცათ ამის უფლება და what is happening? მე მგონი რაღაც lawsuit იწერება ამ წუთებში. ცოტა retouch ხო შეიძლება და. არა, ეს არის სპეციალურად. აი ტუჩზე ნანემსარის დატოვება რა თემაა? ძალიან მეტი იყო. ანუ ამ გოგჩემ დედაფალმა უეჭველი ისე ფილერი გაიკეთა ერთი დღით ადრე სანამ მივიდა და ფოტოსესიის და უცებ გეუბნებიან აი მოიცე That is so sad. საშინელობა არა? მაგრამ ჩემ დედოფალ ივანკა ტრამპს რო ვერავინ ვერაფერს არ უბედავს, ძალიან მიყვარს ეგ გოგო. შენთვის მაგნა თქვა მე? ივანკა ტრამპს ხო, sorry, ამერე. ძალიან კიდე დაიგაგა. ივანკა ტრამპზე ხო დადისჭარები რომ რაღაც ოჯახმა მოიშორაო და რაღაცები და რაღაცები. ერთი თვითონ რო უყურა საათ და 45 წუთიან პოდკასტს, თქვა რომ თავისი გადაწყვეტილება არის რომ შვილები და აპრიორიტეტოს და არ იყოს ჩართული პოლიტიკა. ჯერ ერთი ვინ გააჯმევინებდა თავისი მამის არის საყვარელი შვილი. მამამისმაო, მაგაზე ამბობდა. ხო და რა. ანუ ხო ზოგიერთი ამბობდა რომ ებრაელს რა გაყო მაგიტო არ ევასებაო. Genuine 13 წლის წინ და ჯარედ კუშნერი დღემდე არის რაღაცაებში ჩანსულ მაგის ქმარი. მაგრამ მე სუიცით რას განვიცდი ხალხო ტრამპს ყავს 1 2 3 4 5 შვილი. აქედან ყველაზე დედოფალი რომელი არის?
Tiffany Trump. ხოდა არა მაგის სიმღერა ხო იცი? არა სიმღერა აი მე ყველას ერთი პერიოდი როგორ გავარდა იცი? It was charting. Really? უნდა მოგესმენ ნუ ახლავე. Damn. რამდენი დაუჯდა ნეტა დონალდ ტრამპს ეს სიმღერა? თან მიყვარს. გოგონა Tiffany. She is indeed. ასევე სხვათა შორის ძალიან საინტერესო ამბავი არის. წინა ეპიზოდში მინდოდა მეხსენებინა და როდმოც არ ვახსენე. Kim K, ჩემი დედოფალი არის Fortnite-ში. Really? ეს Fortnite თამაში არ არის? ანუ რეალური ფიგურები ხო არ არიან? ანუ Kim K-ის ფიგურა არის? არ ვიცი, არის თოს მისამაში. Skin ეძახიან ეგრე. ეგარი ტერმინი. Okay. და ვინც არის მაგარობას ჩემზე სიგი ჟემდე მიყვარს Fortnite-ი, აი მართლა ობსესია მაქვს და ცოტა შორს ძალიან კარგად თამაშობ Fortnite-ს. როგორც ყველაფერს, ყველაფერს. და ანუ ძალიან მინდა Kim K-ის skin და ცოტა შორის bundle თუ რა $30 იყავს. Really? Yeah. Would you buy it for me? Bundle? Bundle არის აი შეგიძლია იყიდო Kim K-ის skin-ი. რაც არის რაღაც პასაცმელი, ხო? და თვითონ კლიანად ანუ ეგ რა. ასევე შეგიძლია იყიდო ანუ ემოცია რაღაც ქვია ემორიკონ თუ რაღაც ქვია და ერთ-ერთი რომელი არის იცი აი ძალიან წააგავს იმას რა ქვია reference არის რო დაკარგა თავისი ბრილიანტის საყურე სად იყო ფიჯი თუ სადღაც მალდივებზე ანუ ეგეთი არის რომ იახტაზე არის და აი ეგ რო არ იყიდა ხო იყიდი და დაგრჩება ხო იყიდი და გრჩება კი ძალიან ბევრი იყო Sabrina Carpenter's skin-იც არის No honey it's not that iconic it's not that iconic obviously და მე გაძურდება კიდე. ამიტომ უნდა მოვასწრო. ინვესტიციაა ჩავალ ბრიკინივით არის ხალხო. ძალიან მიყვარს. მოკლედ ძალიან და შენ მგონი არ მოგეწონა Fortnite. იმიტომ რომ შენ ხო თამაშობდი იმას Counter Strike-ს. იგივე თემა არის. მართლა? ხო, უნდა არის უფრო ისეთი სხვა სტილში არის რა. ეგეთი რეალისტური არის, უფრო აი სამურაის ხანჯალი შეგიძლია იპოვო, არა მხოლოდ ეს ტოპები და რაღაც. აი ძალიან ბევრი სხვა რამე არის. It's very overwhelming და თუ ADHD გქონდა ძალიან გაწყნარებს. კაროჩა რა დაუბრუნდეთ ჩემ ფსიქოლოგის თემას, იმიტომ ანუ იქ რაღაც მომენტში ვახსენე რა, ანუ აი რა საკეთებო რაღაცას უყვები და მეთქი ჰობები მინდა მქონდეს, იმიტომ რომ ეს ხო ჩაჭერა მაქვს და ჩემ Instagram story ვინც ნახე, ის შემიდა ქალი არის, დრამები ხო აქვს სახლში, ელექტროგიტარა აქვს, პიანინო აქვს და უკულელი და ყველაფერზე, ანუ თან ძალიან ნიჭიერი არაფერში არ არის რა. იმეთი არნა. ანუ თავის პონჩი აკეთებს ყველაფერს და თავის ჭიეს იხარებს. მინდა რომ აი ეგ გოგჩა ვიყო, რომ აი ჩემ ჭიეს ვიხარებ და ამას ვაუნები და რას ეკეთება ჰობედო და რაღაცა მეთქი პოდკასტი. ანუ პოდკასტი ვუხსენე რა, ძალიან soft launch გავუკეთე და არ შეიმჩნე, ანუ გაიცინა რაღაცნაირად და მე მგონი იცის რა პოდკასტი. თან გაიჯაჯვა წამომცდა რაღაც მომენტში და მაგასაც ცოტა გაიცინა. Stop. I know. That was weird. ამიტომ ვეღარ გაგიზიარებს ესეყია და ვერაფერს. Maybe she's watching, I don't know. წარმოვიდგინე შენი ჰეიტერი რო იყოს. რაღაც ამ აკაუნტიდან რომ იწერდა. კომენტარებს. არა, she would not do that. You never fucking know. ჩემ სერიალს რა შეეხება, რომ თქვი რომ ერთად ვუყუროთ თქო და მე რა ველოპერეკო, თქო იმ დღის მე აღარ ჩამერდავს. იმ დღის მე კი არა. ვაფშე არ მიყურებია მაგ სერიალზე. ჩემმა დედა ჩემმა უყურა მაგ სერიალს, იმიტომ რომ ეგონა რომ მართლა ვიზამდით. ძალიან მიყვარს, მე დედოფალია. და მომწერა რეცენზია. იმენა დაჭდა დაუყურა გოგჩა. კი, უყურა და მომწერა რეცენზია. და თა ვუყურე ამ სერიალსა. ნუ რავი ნორმ სამწერტილი. შაიგიყო. მაგის მე ანუ არც ანუ და ჩემს არ მოწონა მეთქი შევა. ჯერ ისედაც არ აპირებდი, მაგრამ იცი რა მიყვარს? იმეებს კი არ უყურებს ასეთ შენ არ რეკლამებ და გაუჩერებლად დარწმუნებული ვარ All's Fair არც ჩაურთავს, იმიტომ რომ იცის რა. მაგრამ მე მენდო და ჩართა. I appreciate that. მაგრამ სხვა შორის ძალიან ბევრ სერიალს უყურებთ ერთად და მე განხილვები გვაქვს. Drop it. გინდათ მშობლებთან დაახლოება, მეგობრებო? აჰა, სერიალები ახლოვებს. როგორი პასიური აგრესიული. არა, შენ რომ მიგაკლავ. თუ ფსიქოლოგი უყურებს, ყველაფერს ჩაიწერეთ, მეგობარო. ხალხო, მეგის ედიტი გააკეთეს, გუშინ ხამის 2 საათია, შევდივარ TikTok-ზე და მეგი მეჩდება უთესლესად. რაღაც მთელი ამბებით. ანუ მეგი არის ძალიან იღბლიანი გოგჩა, ჩვენთან რომ მეგობრობს. ვაუ. ჩვენ ვარ ძალიან იღბლიანები რომ მეგობრობთ მეგისთან.
აუ, იმენა სახეს შემოგარტყა. და გენერატი ხარ. ხელი გამიშე. იმენა და გენერატი ხარ. აუ, ძალიან მინდა დავით რომ წავიდეთ დუბაიში, რატო ჩავაჭირე, არ ვიცი, გთხოვ. What? პირველად მესმის. 4 ჯერ გითხარი და შენ მეუბნები რომ მან მარტო ფრენებია იაფია. Obviously, ჯერს ერთი. არა, უბრალოდ ჩვენი ხალხო მოგზაურობის საკითხმა არის ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენი ასე თქვა ინტერესები ცვლება ყოველ 5 წამში ერთხელ. ახლა ბოლოს ჩავაგდე რაღაც ტური, რომ ეგვიპტეში წავიდეთ მეთქი რაღაც კონცერტზე მეთქი და დავაიწავიდეთ და მაგის მე ერთი სიტყვას არ გითხოვს მაგ ყველაფერზე. ანუ ჩემი და შენი core მიყვარს ყველაზე მეტად. ანუ რაღაც იდეა შეგვიბრყობს რაღაც მომენტში, მე და გიჟივით ვრეკავთ, ვარკვევთ, რომ აი ეს ვიპოვე და მოდი გავაკეთოთ. აი იცით როგორი ჩართულება ვართ იმ მომენტში რაღაც მესამე თვალი რო გვიყურებდეს, იტყვის რომ ესენი გადადგამენ. და ზუსტად 3 საათნახევარი ჭირდება, რომ ის გაქარწყლდეს უცებ ეს მთელი შემოტევა და ინი. იცი რა ვაიბი გვაქვს? აი ერთი პერიოდი რო ჯოუკ იყო, რომ მაღაზიაში რომ მიდიხარ, oh my god, I love this and eat this და რო დებუკან. აი ეგ ვართ. ეგ ვარ ჩვენ ცხოვრებისეულად ეგ. თან I need this ესე ჩაოლებროთ კი არა იმენა აი ავიღებ დავდებ მთელი შოპი ვატარებ და ბოლოს დავდებ უკან. ამიტომ არის იცი რა არის არ არის აუცილებელი რომ აი გიჟივით შეეჭიდო რამეს მთავარი არის consistency კეთახმები დისციპლინა და საქმის ბოლომდე მიყვანა. კი მაგრამ აი ეს რაღაც რისკზე წასვლა, ექსპერიმენტები, ეგ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი. მეგობრებო, წინა კვირაში დაანონსებული ჩვენი გეოგრაფიის კვიზი და შეჯიბრი იღებს სათავეს დღეიდან, რაც პერიოდულად გაიმართება ხოლმე, იმიტომ რომ ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას. ვიცი როგორ უნდა გავაკეთოთ? გეოგრაფია კი არა, სხვა საგნები ხა? კატის გამოსა. It's over for you. ანუ იმიტომ რომ შანსი გაქვს 0. არა მგონია, მაგრამ კაი. Okay, let's fucking do that. რა პონტია ეს თამაში ამიხსენი? გაქვს ქვეყნის დროშა. გაქვს 4 ვარიანტი და გამოიჩინა რომელი ქვეყანა. Easy, give it to me. პირველი შენ იქნება? არა შენ. მე რა ეგეც ვქნათ. Oh, we're starting strong, you guys. ერთი წამი. და თითოზე გაქვს 30 წამი გასცე. Definitely not Nigeria. ეს მგონი ირლანდიის დროშა, კომოროსი. ეს არის. დედუქცია. You lucky bitch. Sierra-Leone, Tanzania. ჩემი ჯერი. არა, ეხა ჩემი ჯერია. კაი, რა არ ვიცოდი ამას პასუხი. რუანდა, ტანზანია, სენეგალი, ანუ ეს 3 ვარიანტი მქონდა მეც გონებაში. მე ვიცი მგონი რომელია. სენეგალი? ვიცოდი. Okay. That's easy. That is easy. ერთი წამი რომელია არის? პარაგვაი არის თუ ურუგვაი? You'll never know. ერთი წამი Au! Fuck. Კაი, 1-0. ირანი. კაი, მარტივი იყო. That is so easy. მოლდოვა. მეზიზღები? Fuck me right now. ვიცი. It's giving Dominican Haiti. I'm going to go with ეს ბერმუნდის ვარსკვლავი არ არის? რაღაცა არ არის. ბერმუნდის არ ვიცი. Bermuda. Dominica to Haiti. Nicaragua. მე ვიცოდი. მანე ძალიან მარტივია. Are you fucking Yeah. საიდან იცი? I know. არ ვიცი. იმენა. Fucking bitch. ეს მართლა პირველად ხედავ. It's giving Uganda to Chadi. An Uganda and Chadi. Let's go with Chadi. Fuck. არ მჯერა რა ახლოს იყავე. ეს medium როგორ არის მე ვხვდები. მგონი აფრიკა გაქვს მონიშნული. ხალხო, what the fuck? ეს ვიცი. ანტიგა ბარბუდა მაშინ შენ ვიცი. აუ, მესიზღები. აი, ის. მესიზღები შე. ეხა მე ამომიგდებს, ესეც ვიცი. ეს არის ბოსნია ჰერცეგოვინა. Fuck you. That's easy. ერთი წამი, არა, ეკვადორი, პერუ, არგენტინა არ არის. პარაგვაი, ეკვადორი. ეკვადორი იყო, ხო? ვიცი ეს იასნად, ეს არის იორდანია. დედოფალი რანია ჩემი ქვინჩი. ანუ ძალიან ცოტა flag არის, სადაც შავი ურავია და რასაც გვიგდებს, ყველა შავი ურავია. მე მგონი ეგრეა დაჭუფებული.
Go ahead, babes. Take a guess. ბოლოა. მიდი. იცოდე? ხო რამე შეგიძლია მონიშნა თუ ეჭველი ეგ უნდა იყოს ისა. კი შემიძლია სხვა ასევე არის რუკა. USA. US Let's go with States. USA. მე ვარ ხო? New York, New Jersey, Delaware. You bitch. ჩემი ამანათები. ჩვენი ამანათები. არის. უმარტივესი არის. It's not that easy. Guy North Carolina არ არის, Alaska არ არის, Minnesota თუ არ კაც Minnesota. So easy. Obviously. Jeffree Star ცხოვრობს. Iowa. Okay, fuck me. არც დაფიქრდი. აი, ცოტა რთული უკვე. It's not difficult. ეს არის Oklahoma, ეს არის Kentucky. მესიზღები. რატო ვაძლევ ამას ტიპებს ვერ ხვდები რა? I think it's South Carolina. Why am I so good? You're so bad. I know. Are you fucking kidding? ეს არის North Carolina. Bitch. ასე დოდე ვერ ვხედო. North Dakota. ხო, იქ მარტივია. ესე იგი Michigan, Ohio, მე ვიცი. Utah არ არის, West Virginia, Oklahoma. რატო მითხარად? Sorry. ამ Iowa ხო შემცა რა. Colorado არ არის, Texas არ არის, Michigan არ არის. გამორიცხვის მეთოდი სულ მუშაობს. ეს მარტივი არის Indiana. იმენა ქვემოთ მეკონა Indiana შეთავს ვიცავარ. Chicago. Ohio არის. აცან კაი ვარ, უკვე ნერვები მეშრობა ისეთი კაი ვარ. Maryland. Why are you so good? Missouri. Nevada არ არის, Arizona არ არის. Oklahoma არის ან Missouri? Missouri, Oklahoma. აი ხალხო 50-50-ია და ეხა I'm going with Missouri. პირველად. ეს მარტივი არის. ჩემი საყვარელი შტატი Rhode Island. მოვიგე. ერთი შეცდომა იყო და მე დაუშვი ეგეთ სანკაები ვარ. We're so smart. Yeah. Okay, ხალხო, ეს თავდა ფრე. Wow. წინა ეპიზოდში გახსოვს როგორი გიჟივით ამბობდი რომ აი შენ საჭკვიანი ვარ რომ გეოგრაფიაში არ ჩანს. იმენა ამ, იმიტომ რომ შენ უპირატეს მდგომარეობაში იყავი ამერიკაში ცხოვრობდი და Iowa მაგიტო გამეპარა. მაგრამ ახლა რა გჭირდება იცი აი იცი როგორ კითხები აი განმისხოვე პლატო და სტეპი. რამდენი შრეა? რამდენი შრეა? Trisha Paytas რა კითხებიან. The thinnest layer of the earth. ყველაფრის reference რო Trisha Paytas-ი გავხსოვე. იმიტომ რომ Trisha Paytas მაიცხოვრა 15 ცხოვრება მეგობრებო. წეჩი. 90 უბრალოდ. წეჩი. ქათამიყო ქალი იყო ქათამიც. რა ვიცი beaches. ყველაფერი. მადლობა რომ გიყურეთ მეგობრებო. გამოგგზავნეთ სიყვარული და დასაჩუქრები. დასაჩუქრების ახალს. კაკაცეთ გნახავთ იქით კვირაში. Mwah.